მეოთხე დღე ატენის ხეობაში 4 წლის ბიჭს ეძებენ. მცირეწლოვანი სახლის ეზოდან გაუჩინარდა და მის ყვალს ოჯახის წევრებმა და სამართალდამცველებმა ამ დრომდე ვერ მიაკლიეს. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ბავშვის მშობლები და ნათესავები უკვე დაკითხეს, დაწყებულია გამოძიება. ნახეთ ზეკო გიორგაშვილის სიუჟეტი. 20 მაისს ატენის ხეობის ერთ-ერთი სოფლიდან 4 წლის ბავშვი გაუჩინარდა. ოჯახის წევრების ინფორმაციით ბიჭის ყვალს ვერც მათ და ვერც სამართალდამცველებმა ვერ მიაკლიეს. გაუჩინარებულის ბებია და პაპა ამბობენ, რომ პატარა ბოლოს თანატოლებთან ერთად უბანში თამაშობდა. ისინი ეჭვობენ, რომ ბავშვი მოიტაცეს. Ვითომ მე მგონია რომ ამან ჩასაფრებული იყო ან სულ პატარები იყვნენ ბავშვები. დიდი რო ყოფილიყო დაინახავდნენ. ამან რომ მე დაიწერავდნენ რაღაცა. ასე მგონია გადაცემულია ესე. მომხდარის ვერსიებზე საუბარი უჭირთ გაუჩინარებული ბავშვის თანასოფლელებს. ბავშვის გაუჩინარების შემდეგ ისინი სამძებრო სამუშაოებში თავადაც მონაწილეობდნენ, თუმცა დაკარგულის ყვალს ვერ მიაკლიეს. ბავშვი დაიკარგა, უზურას ბავშვი დაიკარგა. ეძებენ ახლა პოლიციის სამი დღეა, ტყეებში ეძებენ, აგენ მდინარეს ჩახოლე დამახოლე და ვერ პოულობენ რა არაჩას. ბარემ გვინდა რომ გამოჩნდეს ბავშვი და პოლიციაც ეძებს, ვერ პოულობენ. საწაიყვანეს რა. მაგასა ვერაფერს ვერ ვიტყვით. ბავშვის გაუჩინარების შემდეგ სოციალურმა მუშაკმა დაკარგული ბიჭის ოჯახიდან მისი მცირეწლოვანი ძმები წაიყვანა, ვინაიდან ოჯახის უფროსები სოციალური აგენტის თქმით არაადეკვატურ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. მამამ პირიქით უთხრა რომ გადაეცით ბავშვები აქ უფრო დაცულები და უსაფრთხოდ იქნებიან. ეს ბავშვები ჩვენ არ გაგვიშვილებია. დროებით განვათავსეთ გადაუდებელ მემღებ ოჯახში. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ოჯახის წევრები უკვე დაკითხეს. მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 153 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.